მოგესალმებით, მაკა მივესალმებით ტელემაყურებელს, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, ყველა პოლიტიკურ ტყვეს. დღეს მანამდე დაიწყო 14 პოლიტიკური პატიმრის სასამართლო პროცესი, პატრიოტების სასამართლო პროცესი, რომლებიც მხოლოდ ერთადერთი რამისთვის არიან დაკავებულები, რატომ უყვართ სამშობლო და რატომ იცავენ მუდმივად საკუთარ ქვეყანას და რატომ უნდათ საკუთარი ქვეყნის განვითარება. და 12 საათზე დაიწყო მურთაზის და ლევანის პროცესი და ეს შენობა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ შენობას არაფერი სამართალთან უკვე აღარ გააჩნია. ეს არის ერთ ჩვეულებრივი ქაჯეთის ციხე, რომელსაც მართავს სისტემა, მართავს ოლიგარქი და თავიდან ბოლომდე იღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები და მეტი არაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლები ჰქონდათ ორივეს, ლევანსაც, მურთაზსაც, მათ ისაუბრეს არსებულ მდგომარეობაზე, ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ პირობებში იმყოფებიან და ფაქტობრივად მურთაზის გამოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც მან ისაუბრა, რომ ფაქტობრივად ისინი იმყოფებიან კარცერში და ეს არ არის ის პირობები, რა პირობებშიც ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარი უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ისინი ხო არ არიან რეალურად პატიმრები, ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ტყვეები, რომლებსაც მიზანმიმართულად სწორედ ასე ექცევა დღევანდელი რეჟიმი. რაც შეეხება ლევანის გამოსვლას, ლევანი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო და ერთ-ერთი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო მოწოდება პოლიტიკური პარტიებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ერთიანობაზე. დღეს კიდევ საუბარი ბევრი ეთერებში ჯდომა, აი ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ, ჩვენ ესე უნდა ვაკეთოთ, ისე უნდა ვაკეთოთ, არ არის საკმარისი. მოქმედებაა საკმარისი და მოქმედება სწორედ გულისხმობს იმას, რომ რეალურად ყველა პოლიტიკური სპექტრი, ყველა საზოგადოებრივი ნაწილი ადამიანებისა, ყველა ინტერეს ჯგუფები უნდა დადგეს ერთად მთავარი მიზნისთვის. ეს არის მიზანი დამარცხდეს ოლიგარქიული რეჟიმი, დამარცხდეს სისტემა. და ქვეყანას აღარ მართავდეს სისტემა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურის დამყარებისთვის და ადამიანების ჩაგრისთვის არის მოწოდებული და ამის მერე ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ნებისმიერ პოლიტიკოს მიეცემა იმის საშუალება, როდესაც რეჟიმი აღარ იარსებობს ქვეყანაში, თავისუფალ არჩევნებში უკვე შესთავაზოს ნებისმიერი საკუთარი პოზიცია, საკუთარი არჩევანის საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის დღეს მნიშვნელოვანი და სწორედ ლევან ხაბეიშვილის მოწოდება ამ მიმართულებით იყო. მისი გამოსვლა იყო საკმაოდ ემოციური, საკმაოდ კაცრი და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ემოციები კიდევ უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს ადამიანებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და ყველამ საკუთარი საკუთარი პოლიტიკური აქტიურობა, საკუთარი რაღაცა პოლიტიკური ინტერესი გვერდზე გადადოს და მთავარი ინტერესისკენ კონცენტრირდეთ, დავამარცხოთ რეჟიმი, რომელიც მომავალს უკარგავს, არა მარტო მოქმედ თაობას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ქვეყანამ დაკარგოს საბოლოოდ სუვერენიტეტი და ქვეყანა გახდეს იმ ქვეყნის ნაწილი, რომელიც ქვეყანაც არის მთავარი მტერი რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია და სწორედ ამისკენ მიიღწვის ივანიშვილი. მადლობა ღმერთს, რომ არ ვართ ბოლოში გასულები, მაგ სამწუხარო ფაქტამდე არ ვართ მისულები, სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მოქმედება თითოეული პოლიტიკური პარტიის, თითოეული ინტერეს ჯგუფის, თითოეული საზოგადოების ნაწილის წარმომადგენლის, რომ ჩვენ ერთიანად შევძლოთ დავამარცხოთ ოლიგარქიული რეჟიმი. ბატონო გიორგი, რამე ახალი თუ მოისმინეთ დღეს ბრალდების მხარისგან სასამართლო პროცესზე? ვიცით ის, რომ გამოკეტილი ყავს გარესამყაროს სრულად მოწყვეტილი ყავს ორივე ბრალდებული, საგამოძიებო უწყებას მათ კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ. რამე ახალი მტკიცებულება თუ ჩადო საქმეში ბრალდების მხარემ? ვიცით, რომ მათ ვერ შეძლეს ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის გახსნა, რისი იმედიც პროკურატურას ჰქონდა, რომ ახალ მტკიცებულებებს იპოვიდა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. რის საფუძველზე ტოვებენ მას ციხეში? არაფერი ახალი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ, არაფერი ახალი გარემოებები არ წარმოქმნილა იმისთვის, რომ დღეს პატიმრობაში იყოს ან ლევან ხაბეიშვილი, ან მურთაზ ზოდელავა, ან ნებისმიერი პოლიტიკური პატიმარი, რომლის პროცესების დღეს იმართებოდა, ნაწილი სხვალე გაიმართება, ამასაც ვერ დავარქმევდი პროცესს. ეს არის ჩვეულებრივად დადგმული შოუ, რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ აი ამით დააშინოს ქვეყნის მოსახლეობა და ვიღაცას უთხრას, რომ ხვალე შეიძლება მის ადგილზე შენ აღმოჩნდე თუ არ გაჩუმდები, თუ არ შეწყებ საკუთარი ქვეყნისთვის ბრძოლას,
თუ არ შეწყვეტ პატრიოტული ბრძოლას, რომელიც ქვეყნის გადარჩენისკენ არის მიმართული, ეს არის მხოლოდ მიზანი. რა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ? პროკურორი, რომელსაც შეიძლება რამე კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული პოზიციები გააჩნდეს, რაღაც ახალ გარემოებებზე უნდა საუბრობდეს მტკიცებულებად ნაწილში და არა კითხულობდეს რაღაც შაბლონურ ტექსტებს. დღესაც ერთადერთი მტკიცებულება საჯაროდ გაკეთებული განცხადება. კი ბატონო, პროკურორი კითხულობდა დღეს აი შაბლონურ ტექსტებს, მეც არაფერს, რაიმე პოზიცია მისი მხრიდან დამამწმუნებელი, სამართლიანობისთვის დამამწმუნებელი არ ყოფილა და რა თქმა უნდა სიტყვაზე, რა თქმა უნდა პოლიტიკურ განცხადებაზეა დაკავებული დღეს ლევან ხაბეიშვილი და მისი кейსი კიდევ უფრო მეტად განსხვავდება იგივე პირობებში, იგივე დღევანდელ რეალობაში და მოცემულობაში, როდესაც ქვეყანას მართავს რეჟიმი და თავიდან ბოლომდე კონტროლირებადია როგორც სასამართლო, ისე ნებისმიერი უწყება, რომელიც რეალურად სამართლიანობისთვის უნდა მოქმედებდეს და არა უსამართლობისთვის და ლევანის кейსი კიდევ უფრო მეტად განსხვავდება რისთვის არის დაჭერილი, რისთვის რომ მან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, მან პირობა მისცა როგორც პოლიტიკოსმა მოქმედ თანამშრომლებს, რომ თუ ისინი არ ითანამშრომლებდნენ უკანონობასთან, არ მიაყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადამიანებს, ისინი ხელისუფლების შეცვლის მერე მიიღებდნენ კონკრეტულ ჯილდოს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური დაპირება, რის გამოც დღეს დათხოვებული ყავთ სწორედ ლევან ხაბეიშვილი. და ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, მთავარი მოთხოვნა და მთავარი გადაწყვეტილება, რომ ყველაფრისგან იზოლირებული დატოვოს პატიმარი ქართულმა ოცნებამ, პატიმარი ლევან ხაბეიშვილი თუ მურთაზ ზოდელავა. რისი ეშინია ასე ძალოვან უწყებას, როდესაც ოჯახთან შეხვედრასაც კი უკრძალავენ, სატელეფონო ზარები აკრძალული აქვს და პაემნები აკრძალული აქვს მას. რა საფრთხეა ახლა გისოსებს მიღმა მყოფი ხაბეიშვილი ქართული ოცნებისთვის? ეს არის ყველანაირად კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც პირადი შურისძიების მიზნით ახორციელებენ, როგორც კონკრეტული სტრუქტურის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, რეჟიმის გადაწყვეტილებით. მეტი არაფერი, ხო? ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება კომუნიკაცია ჰქონდეს საკუთარ შვილებთან, საკუთარ მშობლებთან, საკუთარ ოჯახთან და ამას უზღუდავენ. რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, ყველა ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ტყვეობაშია, სწორედ ეს ადამიანები ასევე საუბრობენ ძალიან ბევრ არასამართლიან მოქცევაზე იგივე საპატიმროებში, ხო? როგორი პატიმრები ყავს დღეს ქვეყანას, როგორი პოლიტიკური პატიმრები ყავს? ყავს ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად არანაირი ნასამართლეობა არ გააჩნიათ და მათ არანაირად არ არსებობს საფუძველი, რომ თქვა პირველივე ასეთ ეგრეთ წოდებულ მათი მხრიდან ხელისუფლების რეჟიმის მხრიდან რაღაც მითითებულ დანაშაულზე შესაძლებელი იყო, რომ მათ მიმართ არ გამოყენებულიყო პატიმრობა. ყავს ნაღები თაობა წარმოდგენილი დღეს პოლიტიკურ პატიმრობაში, რომელიც მიზანმიმართულად არის დათხოვებული ბიძინა ივანიშვილის და რეჟიმის მხრიდან. კი ბატონო, და ბატონო გიორგი, ახალი შეზღუდვის მცდელობა გულისხმობ აქციების ფაქტობრივად აკრძალვად, მოდი პირდაპირ დავარქვათ ამას, როდესაც კანონში კიდევ ერთხელ უკან ბრუნდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მუხლი წინასწარ შეტყობინების შესახებ. ოცნება ამტკიცებს, რომ ამ აქციებს არანაირი აზრი არ აქვს, რომ პროტესტით არაფერი იცვლება და რომ გარეთ 5 კაცი დგას. რა მცდელობა აქვს ახლა ივანიშვილის გუნდს? ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით არც დანარჩენი 12 წლის განმავლობაში მოუკვლიათ თავი რამე ისეთი კანონების მიღებით, რომელიც რეალურად ადამიანების უკეთეს ყოფაზე ყოფილიყო მორგებული, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომელიც ერთადერთ რამეს ემსახურება, მათ კომფორტს და მათ ვითომ ხელისუფლების შენარჩუნებას. რა შეცვლის ეს პროტესტში, ბატონო გიორგი? რომ მათ ქვეყანაში აღარ იყოს პროტესტი, დაშინდნენ ადამიანები, მათ ნახეს, რომ მაგალითად შემოიღეს 5000 ლარიანი ჯარიმები, ამას არ შეუშინდა ხალხი. შემოიღეს გზის გადაკეტვაზე პატიმრობა, ამას არ შეუშინდა ხალხი. ყველა ახალ მექანიზმს პოულობენ პატრიოტი ადამიანები და დარწმუნებული ვარ, რომ პროტესტი ამ ქვეყანაში არ ჩაქრება და ვერ ჩააქრობს რეჟიმი, ვერაფერს იზამს ისეც
ვერცერთ კანონს ვერ მიიღებს, მადლობა, ბატონო რომელიც გიორგი. ადამიანს მოუკლავს პატრიოტიზმს და პატრიოტი ადამიანები არსებობენ, იარსებებენ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს პატრიოტი მადლობა. ადამიანები დაამარცხებენ იმ რეჟიმს, რომელმაც ასეთ ჩაგვრა გადაწყვიტა ქართული ერის. მადლობა გიორგი ბოტკოვოს